პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა დასრულებულია. ირაკლი ყობახიძის მოხსენების შემდეგ დაისვა შეკითხვები და გაიცა პასუხები. დახურულია საგაზაფხულო სესიაც, თუმცა მომავალ კვირაში პარლამენტი რიგარეშე სხდომებს გამართავს. თეონა მანაგაძე ჩაგვერთვება დეტალებით პარლამენტიდან. ახლა ღია ეთერში თეონა გისმენთ. პრემიერ-მინისტრმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. ირაკლი ყობახიძემ შემაჯამებელ სიტყვაში აქცენტი გააკეთა ქართული ოცნების გუნდის ერთობაზე. მან თქვა, რომ ის მიღწევები, რაც საქართველოს უფრო მეტად დამოუკიდებელს და უფრო მეტად განვითარებულს ხდის, სწორედ ქართული ოცნების გუნდის ერთობის შედეგია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის, რომელიც თქვენ გამოუცხადეთ საქართველოს მთავრობას ჯერ წელიწადნახევრის წინ, გასული წლის თებერვალში და შემდეგ ნახევარი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ყველა ეს საქმე, რომელიც დღეს წარმოადგენთ თქვენს წინაშე, ეფუძნება სწორედ იმ ნდობას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა თქვენ ნდობისთვის გადაგიხადოთ მადლობა და მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის საერთო საქმე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და სწორედ ამ გუნდის ერთიანობამ, ერთადგომამ, საერთო გადაწყვეტილებამ განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი დამოუკიდებლობით, თავისი სუვერენიტეტით. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს და რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ყველამ ერთად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. წინ კიდევ ძალიან დიდი ამოცანები გვაქვს დასახული და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად ყველა მიზანს მივახცევთ. პრემიერ-მინისტრის გამოსვლა შეაფასეს დეპუტატებმა. პოლიტიკური განცხადებები გაკეთა ფრაქციის ხელმძღვანელების მხრიდან. მათ თქვეს, რომ დღეს პარლამენტში მათ მთავრობის ხელმძღვანელისგან მოისმინეს საქმეზე ორიენტირებული ლიდერის ხედვა. მათ თქვეს, რომ ირაკლი ყობახიძე არის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. თუკი ჩვენ გვინდა მოვისმინოთ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა, ჩვენ ეს დღეს მოვისმინეთ საქმეზე ორიენტირებულად და არა ვთქვათ რაღაცა პიარზე გათვლილი. ეს ყველაზე რბილად რო ვთქვათ, რადგან სხვა მხრიდან ხშირად ხედავდით ხოლმე, ჩვენ დღეს საქმეზე გველაპარაკებოდა ქვეყნის ლიდერი. როგორი საქართველოს აშენება გვინდა ჩვენ და როგორია ჩვენი ქართული ოცნება. რამდენიმე წლის წინ რომელიმე ჩვენგანს რომ ეთქვა, რომ საქართველოს შეიძლება გახდეს ევროპული ღირებულებების დისტრიბუტორი ევროპაში. ალბათ საშინლად დავიცინებოდით, მაგრამ დღეს აბსოლუტურად რეალური გახდა. ჩვენ წარმოვადგენთ ქართულ ხალხს, მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ხალხს და არც ერთი ჩვენგანი არავის სხვას. და თუ კი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ვდევთ პირობას ქართული ხალხისა და ერთმანეთის წინაშე, რომ არც ერთ შემთხვევაში უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის გარდა ქართული ხალხისა. დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა მსოფლიოში დამოუკიდებლობის ხარისხით დემოკრატიის პირობებში. ამ ქვეყნის უბედურებას ბევრი ელოდა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. რომ მორჩილად ექციათ საქართველოს ცალფეხზე დაეყენებინა და ნებისმიერი დაკვეთა გარედან დამისამართებული შიგნით შემსრულებებს უკვე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეესრულებიან და საბედნიეროდ ჩვენ ეს ავიცილეთ. ეს მსოფლიო იარაღზე იყურება და ბევრი ელოდება და ახლა ცდილობს საქართველო ჩართოს ღია დაპირისპირებაში. ხან მიშა შემოგვიყვანეს, ხან სანქციები მოგთხოვეს, ხან იარაღის გაგზავნა დაგვავალდებულეს, მებრძოლები ჩარტელებით უნდა გაგვეგზავნა. რა თქმა უნდა, ეს იყო მიუღებელი და ეს იყო სწორედ ის გზა, რაც საქართველოს მიიყვანდა ომამდე. როდესაც ელჩი არღოს ვენის კონვენციას, ის რაც არ არის მხოლოდ ჩვენი შემუშავებული, ეს არის საერთაშორისო ვალდებულება და სტანდარტი. ელჩი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში შიდა რევოლუციური პროცესების განვითარებას, დესტრუქციას. ელჩი და უпростоრად ელჩებიც, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ არის მხოლოდ ერთი. როცა ისინი ერევიან საარჩევნო პროცესებში და პირდაპირ მოუწოდებენ ამორჩევლებს, რომ მათ მიიღონ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რაც გარე დაკვეთისთვის იქნება მისაღები. მე ვფიქრობ, ასეთი ელჩების მიმართ არ უნდა იყოს მხოლოდ კაცრი ტონი, უნდა იყოს კაცრი ქმედება და თუ საჭიროა
ასეთ ველჩებმა უნდა დატოვონ საქართველო. და მე გთხოვთ, რომ უფრო პრინციპულები იყოთ, ვიდრე მხოლოდ პრინციპულობა გამოიხატებოდეს სათქმელში. პრემიერ-მინისტრს დღეს კითხვებით მიმართეს დეპუტატებმა. ირაკლი კობახიძეს 32-მან კანონმდებელმა დაუსვა კითხვა და ეს კითხვები ძირითადად ეხებოდა საგარეო პოლიტიკას და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც რეგიონებში იკვეთება. მაჟორიტარი დეპუტატები აქტიურობდნენ ამ მიმართულებით. მათ პრემიერის წინაშე გაახმოვანეს ის პრობლემები, რაც რეგიონებში არსებობს და მისგან მოითხოვეს, რომ პრობლემების გადაწყვეტა უახლოეს მომავალში მოხდეს. შეიძლება იყო ამ ქვეყნის შვილი და არ გეამაყებოდეს, რომ შენ ქართველობა, შენი ისტორია, შენი ევროპულობა და ამავდროულად ის უახლესი ისტორიის წარე გაკვეთილები, რომელიც ჩვენ ნაციონალური მოძრაობის, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის სახით გვაქვს, ამ ყველაფერს უნდა გაუსწოროთ თვალი, ერთვის მხრივ გავასწოროთ ის ყველაფერი, რაც აი ამ მავნებლებმა რბილად რომ ვთქვა და სინამდვილეში ესენი მჟავრდებული და დამნაშავეები და კრიმინალები არიან, დაატეხეს თავს და მეორე კუთხით, როდესაც უახლეს თქვენ იცით რომ ჩვენ ასევე თემდე, ანუ 2012 წლის შემდეგ მოვყევით იმასთან დაკავშირებით, როგორ ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს კონკრეტული ადამიანები. ჩვენ გახსოვს რა რეჟიმი მოქმედებდა საქართველოში 2012 წლამდე. თავიდან ბოლომდე იდგა კრიმინალზე ეს რეჟიმი, ადამიანს ეს რუნო არ იყო არავითარი პრიორიტეტი, პირიქით ადამიანის ღირსების ხელყოფა იყო მათი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი. და სწორედ ეს მიდგომა შეიცვალა ფუნდამენტურად 2012 წლის შემდეგ. და შეშფოთებით უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, რომ ვიღაცებს ქვეყნის გარედან სურდათ ასეთი ადამიანების დაბრუნება ხელისუფლებაში და პირდაპირ წინასაარჩევნო სააგიტაციო განცხადებებიც კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. ვიღაცებს მოეჩვენათო, რომ სახელმწიფო არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ მაგალითად ენერგეტიკულ პროექტებში თავისი პოლიტიკა გაატაროს. მე მგონია, რომ სწორად მოეჩვენათ, იმიტომ რომ ისეთი პროექტები გავაჩერეთ, რომელთა გაჩერება ძალიან გრძელ ვადიანში ურტყამს სახელმწიფოს განვითარებას. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკის განვითარებაზე, მალე იქნება ის სხვა, როცა ეკონომიკის განვითარება შეუძლებელი იქნება, თუ არ გვექნება შესაბამისი ენერგეტიკული ბაზა. ესებთან დაკავშირებით, მე აღვნიშნე, რომ იყო აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა დამკვიდრებული ამ მიმართულებით, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, იყო შემთხვევები, როდესაც გამოყავდათ ხალხი და მერე წელში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვიცით ამასთან დაკავშირებით. ბოლო დროს გახშირებული განზრახველობებიდან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ გავამკაცროთ სასჯელი განზრახველობასთან დაკავშირებით, ეს არ უკავშირდება მხოლოდ კრიმინალურ შემთხვევებს, სხვა შემთხვევებსაც უკავშირდება და იქნება აქაც თქვენი პოზიცია და დამოკიდებულება გითხრათ. მე ვარ გამგაცრების მომხრე პირადად. თქო არის ქრისტიანული საკითხი, არ არის მარტივი საკითხი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის სანქციები, რაც არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით განზრახველობისთვის, არ არის საკმარისი. მე პირადად მახსოვს ერთ-ერთი შემთხვევა, მოხდა მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით და ადამიანს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ადამიანი მოკლეს, საერთოდ არაფერი ჩვეულებრივი, ჩხუბიც კი არ იყო. ადამიანი მოკლეს და 10 წელი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება უფრო ადრეც გამოვიდეს ციხიდან. ხო, რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომები გადახედვა საჭიროებს. თქვენ ახსენეთ საქართველოს პროექტების საერთაშორისო დაკავშირებულობის თვალსაზრისით გაზრდის მიზნით, რომელიც არის მართლაც მნიშვნელოვანი საქართველოს გლობალური როლის გაზრდისათვის, სწორედ იმ პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებისათვის, რასაც საქართველო ახორციელებს. თუ შეიძლება ცოტა უფრო ცლად რომ წარმოგვიდგინოთ თქვენი ხედვა და თქვენი პოზიცია აი ამ პროექტების მომავალი განვითარების შესახებ. ჩვენ გვაქვს კომპლექსური ხედვა ამასთან დაკავშირებით, რომელიც პირველ რიგში მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას აბსოლუტურად ყველა შესაბამისი მიმართულებით. ეს არის საჩქაროსნული საავტომობილო გზები, ეს არის რკინიგზა, ეს არის პორტები, ეს არის აეროპორტები. ყველა მიმართულებით კომპლექსურად განვითარდება ინფრასტრუქტურა. ასევე მოგეხსენებათ მომზადების პროცესია შავი ზღვის წყალქვეშა
კაბელის პროექტი, ამასაც სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივია დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის. ერთ-ერთი მთავარი ჯაჭვი ეს არის ენერგეტიკა. ენერგეტიკაში და განსაკუთრებით გესების მშენებლობის კუთხით ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი. თქვენ ახსენეთ ამასთან ამის თაობაზე თქვენს მოხსენებაში, მაგრამ მაინტერესებს თვით კმარადი, როდის ექნება ქვეყანას ენერგეტიკაში ელექტროენერგია? ჩვენ გვაქვს გეგმა 2030 წელს მივახციოთ ასე ვთქვათ თვით კმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება დაახლოებით 10,000 მეგავატი არის ამისათვის საჭირო და მივყვებით გეგმას. გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულდა, რომელზეც იუნესკოს რეკომენდაციით და გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა განახორციელა. და ეს ყველაფერი არის მისასალმებელი. ჩემი კითხვა არის ძალიან მოკლე. ხომ არის გეგმება ან მოიაზრება მსგავსი გამოწვევებისთვის რამე მოდელის პროტოკოლის დანერგვა, რომ მსგავსი რაც გელათთან არსებობდა, ეს შემთხვევები თუ განმეორდა ან სხვა მონასტერსაც გამოუჩნდა მსგავსი ტიპის პრობლემა, რომ აღმოიფხვრას მყისიერად. ნამდვილად შეიძლება გელათის პრაქტიკის დანერგვა მოდელად გამომდინარე იქიდან, რომ სწორი მიმართულებით ხორციელდება ეს პროექტი და ანალოგური მიდგომით შეგვიძლია ვიზრუნოთ სხვა ძეგლების რეაბილიტაციაზეც. ახალი სკოლების მშენებლობა და სრულყოფილი რეაბილიტაცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხოლო ის რაც შეეხება урგენტულ მიმართულებებს, ეს განაწილებული იქნება სავარაუდოდ რეგიონულ სამინისტროსა და თბილისის მერიის კომპეტენციაში. ამ ცვლილებების შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილებით გადაწყვეტილება თუ როგორ გადანაწილდება ეს ფუნქციები. შესაბამისად აღნიშნულიდან გამომდინარე თხოვნა არის რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს რომ ამან არ დააზიანოს ის პროცესები რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მნიშვნელოვანი არის. რაც შეეხება პროცედურებს ეს დეტალები იქნება რა თქმა უნდა განსახილველი ვადებიც უნდა განისაზღვროს და მთავარია რომ პროცესი უნდა წარიმართოს ხარვეზების გარეშე მათ შორის კითხვა დაისვა სასწრაფო წესით განსახორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით, მაგას დროებითი სომები იქნება ბუნებრივია მიღებული იმისათვის, რომ არც ერთ მიმდინარე პროექტს არ შეექმნას რაიმე საფრთხე. თავი მონოპოლი ის, რომ დღეს ჩვენს ახალგაზრდებს და მომავალ თაობას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ იყვნენ სპორტში ჩართულები, ძალიან სპორტული ჟინი არის გაცოცხლებული მატჩი და აქვს სურვილი, რომ ძალიან ბევრი წარმატებები და გამარჯვებები მოუტანონ ჩვენს ქვეყანას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვთ განცდა, რომ მათ იციან რომ ეს შრომა სათანადოდ დაუფასდებათ. ასეთ ვითარებაში თავარი ასპარეზი, სადაც ქართულმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააშკაროს ქართული ჰიმნი არის სწორედ სპორტი და შესაბამისად ძალიან დასაფასებელია ჩვენი სპორტსმენების მიღწევები. ერთი რაც არ აღნიშნავს, ასევე არის განსაკუთრებული მიღწევა ხუჩა გვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება და მასაც მინდა მიულოცოს განსაკუთრებული და გამორჩეული წარმატება. ირაკლი კობახიძემ დღეს პრემიერ-მინისტრის რანგში პარლამენტს წარუდგინა რიგით მეორე წლიური ანგარიში. დღეს ირაკლი კობახიძის მოსმენის შემდეგ საგაზაფხულო სესიაც დასრულდა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფორმატში მუშაობას ასრულებს. მომავალ კვირას, როგორც მოგეხსენებათ, ჩანიშნული არის რიგარე შესხდომები. ამ ფორმატში უკვე დისკუსიის მთავარი თემა იქნება ის ცვლილებები, რომელსაც პარლამენტს მომავალი კვირისთვის ბიუროს ხდომაზე წარუდგენს მთავრობა და ეს ცვლილებები ეხება უშუალოდ ნარკოპოლიტიკის ხედვას. გმადლობთ თევნა მანაგაძე საუბრობდა პარლამენტიდან.